განსაკუთრებულია ეს დღესასწაული ქუთაისისა და გაენათის ეპარქიისათვის, რადგანაც სწორედ გელათი, რომელიც არის სიმბოლო გაბწყინებული ივერიისა, არის ღვთისმშობლის სახელობის სავანე და დღეს გელათში მიმდინარე განახლება სამონასტრო კომპლექსისა არის სიმბოლო იმისა, რომ მიმდინარეობს განახლება სულიერი ცხოვრებისა სრულიად საქართველოში. უნდა აღდგეს ის დიდი თლიანობა ერისა და ეკლესიისა, რომელიც იყო დავითის დროს, რომელმაც საქართველოს მოუტანა დიდი სულიერი ამაღლება, დიდი ჯერ სულიერი და შემდეგ ფიზიკური ძლევამოსილება და ჩვენ ვცხოვრობთ აი ამ ჟამს, როდესაც მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის აღორძინება და ეს აღორძინება არის მზადება იმისათვის, რომ ბოლო ჟამის განსაცდელებს ქართველი ერი შეხვდეს ჭეშმარიტი შეურყვნელი სარწმუნოებით და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენოს ჭეშმარიტება. ეს არის ღვთისმშობლის წილღთომელი ერის დანიშნულება და ამიტომ დღეს, როდესაც ჩვენ გელათში, ბაგრატის ტაძარში, საქართველოს თლიანობის სიმბოლოში და გელათში გავაგრძელებთ ამ ლოცვას, ასევე საქართველოს გაბწყინების სიმბოლოში, დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღვთისმშობლობას. ეს არის საწინდარი იმისა, რომ ივერია დგას გაბწყინების გზაზე. ეს არის ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის ჯვარცმული მოღვაწეობის ნაყოფი. ეს არის ჩვენი დიდი მღვდელმთავრების, პატრიარქთან ერთად მოღვაწე მღვდელმთავრების და განსაკუთრებით მე ვიტყოდი და მოვიხსენიებ მეუფე კალისტრატეს დიდი დამსახურება ამ ეპარქიაში აღორძინება სწორედ აი ამ დიდი სულის ქრისტიანული ერთობის აღორძინების დიდი მესვეული ბრძანდება და ჩვენ მცირე პანაშვიდს გადავიხდით ახლა
როცა ჯვარზე მთხვევა დაიწყება, იხარეთ და იდრეგძელეთ მრავალ საწელსა, მრავალ ჟამიერ. Თელმა საქართველოს უკვე იცის, რომ ეს წელი გამოცხადებულია საიუბილეო წლად, სადაც ორი ნიშნავანი თარიღი ჩვენი ერის ქვეყნის და ეკლესიის ისტორიისა, უპირველეს ყოვლისა ყოველდღიურ თიშოვის მიერ ტარგზავნილი საქართველოში, ანდრია პეტროვის შემოსვლის შემდეგ წმინდა ნინოს შემოსვლა ხდება, გაქრისტიანება ქართული ერისა და სახელმწიფო უკვე ხდება ქრისტიანული და 1700 წელი გავიდა. დიდი დოლების გასასწრების შემდეგ მეფე დავითმა შეძლო აღდგენა ერთიანი საქართველოს მთლიანობა, სახელმწიფო მისი ძლიერება და ყველა მიმართულებით
აღორძინა ჩვენი ერი, განსაკუთრებით განათლება აკადემიები გელათის სიყალთოს და ის სწორედ 900 წლის თავია მისი გარდაცვალების წმინდა მეფე დავითის და ასევე ქართულმა ერმა გაერო დიდი გზა მოწამეობრივი და მისი გამოხატულება მოწამე გზისა არის ხსენება წმინდა დიდმოწამე დედოფლის ქეთევანის 400 წლის თავია მისი ესე მოწამე დახშაშulis და სწორედ ამას აღნიშნავთ ჩვენ ეხლა დღეს ეძღვნებათ გელათს და მეფე დავითის მოღვაწეობას და წმინდა დედოფალ ქეთევანის ხსენებისას კახეთში ასევე იქა მოეწყობა დიდი მსვლელობა საზეიმო ტირვალოცვა და ერის გამოღვიძება სულიერი დაიწყო როდესაც ჩვენ ეკლესიაში მოხდა აღსავდება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მისი დიდი ძალისხმევით, მოდომებით, ნებისყოფით, სიმშვიდით და სიბრძნით მოხდა და ეს გამოღვიძება ერისა ხდება თანდათან უცებ ყველაფერად და აი ამ სადღესოდ აღნიშნა ამ ჩვენი ერის ისტორიული დიდი მნიშვნელოვანი ფაქტების აღნიშვნის ესეც იწევს ხალხში, საზოგადოებაში ინტერესს. ჩვენ გუშინ ჰქონდა სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისის აკადემიის სახელობის უნივერსიტეტში. იქ რექტორი და პროფესორები უნივერსიტეტის მონაწილეობდნენ, მოხსენებები იყო დაკითხული და შემდეგ იყო კონფერენცია სახელმწიფო მუზეუმში ქუთაისის, სადაც არის დაცული გელათის შესული ხელნაწერები, გამოფენა იყო ხელნაწერები, სიწმინდეების მომთარი და იქაც ერთი მოხსენება არქეოლოგი როლანდ ისაკადეს მიერ იყო დაკითხული ეს მოხსენება და დღევანდელი მდგომარეობა და ჩვენ ახლა მივემართებით გელათში, სადაც მეფე დავითის საფლავზე აღსული პარაკლისი ვედრება მის მიმართ, რომ მისი მეოხებით უფალმა დედაღვთისამ გაძლიეროს შენიერი აღორძინოს და ის განათლების სისტემა შენიერისა აღორძინდეს ასევე როგორც სხვა დარგები აღორძინება ხდება დღეს.
სახელმწიფოებრივი და სადღაც წარმატება ერთში და ერთობა და გამძლიანება სახელმწიფოში დავით და მოწამეულ გზარულერმა გაიარა იდივსად კეთევანმა წარმოუდგენელი ანჯა გაითმინა ერთის მიზეზით რომ არ უარყო მენა ქრისტესი ისე წმენით შემოგზავნა წმინდა ნინო ისე წმენით იბრძოდა მეფე დავითი ისე წმენით მოწამეთა გადაარჩინეს ჩვენი ერი ეშვედერ წმენით გამომდინებით და დღესაც მათი ლოცვა ჩვენ მადლი უხდით ჩვენი იესო ქრისტესი იყო შენზე და უნიტი უნისამდე ამენ ეს დიდი დღე იყო ჩვენთვის ყველასთვის. განსაკუთრებით ჩვენ მადლობელვართ მეუფე იოანესი, ჩვენი ძვირფასი მეუფეებისა, ჩვენი უწყლესი პატრიარქისა. დავით აღმაშენებელს საფლავზე ყველიცით აქვს დიდი წარწერა და არის ასევე რა თქმა უნდა ფეხი და რადგანაც ყველა დამადგით თვითონ ასეთი აგენცია და რადგანაც მე ვარ გაზრდილი თვითონ აი ამ უკრიბაში და თეატრაში ხალხში არის ასეთი ჩვევა და გადმოცემა. როცა ყავთ პატარა შვილი, ბავშვი და უჭირს მას ფეხზე კარგად დგომა, მიყავთ პაპის საფლავზე. დააყენებენ საფლავზე და მას მუხლები უმაგრდებენ. მოვფიქროთ, სწორედ ეს არის ეს ზალა და მადლი ამოდის მეფე დავითის, კეთილმსახური მეფე დავითის საფლავიდან და თუ მას ფეხს დავადგამთ, ჩვენს გავძლიერდებით და ღმერთმა ინებობს საქართველოს გაძლიერება. ამენ. დიდი მადლობა. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, ასეთი დიდი წინაპრებისათვის
დავითისათვის, რომელმაც აჩვენა მთელ მსოფლიოს თუ რას ნიშნავს ქრისტიანული სრულყოფილება, მან გააბრწყინვა ივერია და დღეს ქართველი ერი და მთელი ჩვენი ისტორია ჩვენ აი ამ გაბრწყინებული ივერიის სულით ცხოვრობ და ვიცით რომ ასეთი უნდა იყოს საქართველო, ამიტომ ჩვენ არ დაგვიწყებია ეს სწორედ არ დავიწყება დავითისა ნიშნავს არ დავიწყება იმ სიმაღლისა, იმ სულიერებისა, რომელსაც მან მიაღწია და ამისკენ ყოველთვის ისწრაფოდა საქართველო და თუ როდისმე ამ გზას იგი ყველაზე მეტად უბრუნდებოდა, დღეს უბრუნდება ჩვენი პატრიარქის წინამძღოლობით, ეკლესიის აღორძინებით და დღევანდელი დღე ამის დასწორია და დიდი მადლობა გასაკვირველია უპირველეს ყოვლისა ქუთაისსა და გაენათის ეპარქიას, მის სამრევლოებას და მრევლს, მისი მაღალყოლადურ სამრევლოებების მიტროპოლიტი იოანეს ღერძელობის წინამძღოლობის. დიდი მადლობა. ჩვენი ვალი მეფისნაში და ეკლესიის წინაშე მადლობა ყველას მიიღო მონაწილეობა უშიმატკივრობდა და ცოტა გაიჭირა ეხით სვლა მოუწია დღეს შიში კონდა წიმოყვარით და ყველას ლოცა და მადლობა დიდი